საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღითი დღე ძალიან დინამიურად ვითარდება მოვლენები. გუშინ დაფიქსირდა კიდევ საერთოდ სამხედრო მეცნიერებაში და არა მარტო სამხედრო მეცნიერებაში, საერთოდ მსოფლიო ისტორიაში მეორედ იმ უნიკალური იარაღის გამოყენება, რომელი უნიკალური იარაღიც რუსეთმა შექმნა ბოლო დროს და ძალის დემონსტრირებისთვის ახდენს. გულისხმობ ეგრეთ წოდებული თხილნარის, ანუ არიშნიკის გამოყენებას და ფაქტია, რომ ეს არ ხდება უშუალოდ მარტო სამხედრო აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს გააჩნია თავისი პოლიტიკური და ზოგადად ფსიქოლოგიური ეფექტი. და მინდა ამაზე ვისაუბრო დღეს ჩემს აუდიტორიასთან და ველოდები შემოსვლას და რა ვიცი, თუ ვინმეს კითხვები გექნება, ძირითადად ვეცდები ამ ვიდეო ბლოგში კითხვებს გავცე პასუხი. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო. ფაქტია ის, რომ ამ იარაღის გამოყენებამ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი აალაპარაკა, სხვანაირად შეხედეს ყველაფერს, რაც სიგნალები დაინახეს და სანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებდე, მინდა მშვიდობა მოგცეს ღმერთმა. მინდა ერთი ფაქტი, რომელიც გუშინდელ ლაივში აღვნიშნე ქართველი მეზღვაურების ბედთან დაკავშირებით, რომელიც დღემდე თურმე ალბათ ვერ გაარკვია საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჯერჯერობით უცნობი არის ამ ადამიანების ბედი, რომელზეც შეერთებული შტატები ამბობდა, რომ ჩვენ ამ მეზღვაურებს ამერიკაში ჩავიყვანთ და ამერიკული კანონების დარღვევის გამო მოვთხოვთ პასუხს და დავსჯით. არანაირი ნორმალური რეაგირება ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროდან, როგორც წესია, არ ყოფილა. ბედის ანაბარა არიან ის ადამიანები, თუმცა სიახლე არის ამ კუთხით, რომ იმ გემზე იმყოფებოდა ორი რუსეთის მოქალაქე და ეს ორი რუსეთის მოქალაქე მეზღვაური უკვე თავისუფალია, გადაცემული არის რუსული მხრისთვის და დანარჩენს ან უკრაინა, ან საქართველო რასიზამს და როგორ იზამს, აგერ შევხედავთ. ისე პარადოქსია რა, ჩემო კარგებო, რო კითხო ამ ხალხს, რუსეთი და ამერიკა საუკუნოვანი მტრები არიან და ერთმანეთის ჭამაში და ერთმანეთის ჯიჯგნაში არიან და ესე შემდეგ. საქართველო და უკრაინა ანგლოსაქსების გულისთვის რამის მზად არიან, თვითონაც შეეწირონ, შვილებით შეწირონ და მთელი ქვეყანა მიუტანონ სამსხვერპლოზე და დაკავებულ გემზე, რომელმაც არ ვიცი ახლა ხალხი გემზე მუშაობს და ჩადის ვენესუელაში ნავთობით იტვირთება და მეორე პორტში ცლის ამერიკული კანონები, როგორ დაარღვია ეს გამოუგნებელი, ალბათ ამერიკის ზომბების და ამერიკელების მეტს არის მის ეს ყველაფერი, მაგრამ მოკავშირეების, ასე რომ ვთქვათ, მოქალაქეებს ასამართლებს და მტრების და დაუძინებელი მტრის რუსეთის მოქალაქეებს ანთავისუფლებს და დიდი პატივით უშვებს. აი რეალურად ეს არის პოლიტიკა. ეს არის პოლიტიკა. სინამდვილეში სულ სხვანაირად ხდება, გარიგებები დიდ ქვეყნებს შორის წოდებული ზვიადგამსახურდი ამბობდა, რომ დასავლეთსა და საბჭოთა იმპერიას შორისო ყოველთვის იყო გარიგებებიო, მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმებაო, მალტაა ცნობილი და კიდე ბევრი რამეა ცნობილიო და ამიტომ ვიქნებით იმპერიების და გარიგებების მხარეს, იყავით თქვენი სამშობლოს მხარესო, მაგრამ აბა ვინ გაიგონა პირიქით საქართველოში ვინმეს მონა თუ ხარ და რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი თუ ხარ, ავტომატურად ვიღაცის მონა ხარ, ან დასავლეთის, ან რუსეთის, ან რაღაცა, იმიტომ რომ ქართული და თავისუფალი და ეროვნული ყველაფერი ითვლება
ასე რომ ვთქვათ, სიბნელეთ და უაზრობად, ან უარეს შემთხვევაში რუსულად. ხო, აი ამის თქმა მინდოდა, რომ ის საქართველოს 6 მოქალაქე აგრძელებს პატიმრობას და ალბათ ბედისანაბარად არის დარჩენილი, რუსეთის მოქალაქეები განთავისუფლებული არიან, გასულები არიან, კიდევ ის ტყუილი თავიდან ბოლომდე, რომ თურმე ის რომ გემი იყო რუსული, თურმე რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტყუილია, ესეც გამორიცხულია ტყუილი არის, გემი იყო ვენესუელური, ნავთობი იყო ვენესუელური, ქონდა გავლილი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია რუსულ პორტში და ესაა და ეს მეტი არაფერი, ახლა დაიჭირეს კიდე რაღაცა მეორე ჩრდილოვანი ფლოტის რაღაცა გემი, კიდე ასაღებენ რომ ამ ყველაფერს ეს არის რუსული, არც ის გემი არ არის რუსული, ისე ცნობისთვის რო იცოდეთ. მაგრამ პროპაგანდას ასე ჭირდება, რომ თურმე ტრამპი ახლა რუსეთის გემებს იჭერს და თურმე აი ასე ხდება, თურმე და რუსეთი თავის ფლოტს, ჩრდილოვან ფლოტს კბილებამდე შეიარაღებული წყალქვეშა ხომალდებით და გამანადგურებლებით იცავს, იყო მცდელობა ბალტიაში რამოდენიმეჯერ. ესტონელებს, ფინელებს, შვედებს დაეკავებიათ რუსული გემები და გამანადგურებლები დაადგენ უცებ თავზე და წუთში გაუშვეს ხელი და გაატარეს, ასე რომ ეს ყაბრები ახლა იდიოტებისთვის არის და ვისაც უნდა დაიჯეროს კაცო. რაც შეეხება კონკრეტულ აი ამ საკითხს, რუსებმა წუხელი გამოიყენეს ორეშნიკი, რომელიც თავის თავში წარმოადგენს ჰიპერბგერით რაკეტას და ვისაც აინტერესებს მე ჩემ გვერდზე მიდევს ამ რაკეტების გამოყენების დამადასტურებელი ფაქტი, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი რაკეტები არის, შენელებულ კადრებშიც კი იმდენად სწრაფად მოქმედებს რაკეტა, უბრალოდ თვალის შევლებას ვერ ასწრებს ადამიანი, სასაცილო იყო, იცით, როდესაც დაიბომბა ეს არის უკრაინის საჰაერო სივრცე, ხო, კარგად რო იცოდეთ, რაზე არის საუბარი. ეს არის უკრაინის საჰაერო სივრცე, რომელიც გადებული აქვს ფეხქვეშ თავიდან ბოლომდე რუსულ დრონებს, რაკეტებს, ავიაციას. გაიხარეთ ჩემო კარგებო, მეც გილოცავთ მრავალს და ეს წარით. აი ეს ლურჯი, ყვითელი და წითელი ზოლები, ეს არის რუსული დრონების და რუსული რაკეტების მოქმედების ზონა. და ეს პასუხი იყო იმასთან დაკავშირებით, რასაც უკრაინა აკეთებდა პუტინის რეზიდენციაზე იარიშის მიტანა და ნავთობგადამამუშავებელი სადგურების დაბომბა. დააკვირდით ერთ ძალიან წვრილ წითელ ზოლს, რომელიც აი უკრაინის პერიფერიაში, ასე რომ ვთქვათ, ლვოვის ოლქში ჩანს. ეს არის ზუსტად იმ არეშკინის გამოყენება, რომელი არეშკინზეც ამდენი საუბარი არის ატეხილი. და საქმე იმაში არის, რომ იმდენად სწრაფად მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსები მიიტანდნენ სერიოზული იერიშს უკრაინაზე და გაფრთხილებული იყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რომ თავი შეეკავებიათ ამ პერიოდში საერთოდ უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის და ესე შემდეგ. და ყველამ კარგად იცოდა, რომ ამ დარტყმას რუსეთი განახორციელებდა, ისე როდესაც განხორციელდა დარტყმა, უკრაინის სარადარო სისტემას და სამხედრო საჰაერო ძალებს არაფერი გაუგიათ, გაიგეს უბრალოდ ადგილობრივი მოსახლეობის გადაღებული ვიდეოებით და იქ გავრცელებული ამბებით, იმიტომ რომ სარაკეტო სისტემებმა ისე სწრაფად გადალახეს უკრაინის საჰაერო სივრცე და ღრმა ზურგში, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ ლვოვი არის ყველაზე განაკიდე მხარე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ევროკავშირს, კონკრეტულად პოლონეთს და იქ არის ძირითადი ღრმა ზურგი, სადაც მთელი შეიარაღება შემოდის, ინსტრუქტორებიც იქ არიან. დასავლეთ უკრაინის ყველაზე უკიდურესი ნაწილი არის და იქედან ხდება შემდეგ გადანაწილება იმ მიღებული სამხედრო დახმარების, რომელიც სამხედრო დახმარებასაც უკრაინა ღებულობს დასავლეთიდან. და სანამ სარაკეტო დარტყმები და ავიაცია გადალახავს უკრაინის ტერიტორიას,
მანამდე სარადარო სისტემა უნდა დააფიქსიროს, მაგრამ ჰიპერბგერითი რაკეტების ზუსტად თანამედროვე მდგომარეობაში მახასიათებელი ის არის, რომ უკრაინაში გადაცემული თანამედროვე საუკეთესო ესა რა ქვია სარაკეტო სისტემა და თანამედროვე ეგრეთ წოდებული სააერო სისტემა ერთი მეორეს ვერ ეწევა. პრაქტიკულად დაფიქსირება ვერ მოახდინა. ერთადერთი სისტემა, რომელიც მეტნაკლებად ჰიპერბგერითი რაკეტების წინააღმდეგ მუშაობს, ეს არის სტადის სისტემა, რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს და დახმარებისთვის იყენებს ისრაელში და ირანის სარაკეტო სისტემისგან დასაცავად გამოიყენებოდა. სხვა პრაქტიკულად არ არსებობს და ისიც ძალიან მცირე ალბათობით ახდენს აი ესეთი ძლიერი სარაკეტო შემტევითი იარაღის შეჩერებას. ახლა ირანში ვერ მოახერხეს ირანული ჰიპერბგერითი რაკეტების შეჩერება და აი არიშკინთან დაკავშირებით ეს არის აქედან გამომდინარე, როგორც გახდა ცნობილი, რუსებმა ჩვენ დავბომბეთო. ჯერ ეს იყო პასუხიო ამ ტერორისტულ აქციო, რაც განახორციელეს უკრაინელებმა რეზიდენციაზე, პუტინის რეზიდენციაზე და სამოქალაქო ობიექტებზე და იქ რამდენიმე გენერალი ტერორისტული აქტით მოკლეს და მერე გავანადგურეთო სამიზნეებიო, ერთი სამხედრო გადამამუშავებელი ქარხანაო და მეორეო გაზის საცავებიო. და უკვე მთელი უკრაინის ტერიტორიაზე შეინიშნება, რომ გაზის მიწოდების პრობლემები არის. ესე იგი ღრმა ზურგში იქნა მიტანილი იერიში, მაგრამ ეს არ იყო მარტო სამხედრო თვალსაზრისით განხორციელებული დარტყმა, ეს იყო განხორციელებული იმით, რომ პუტინმა და რუსეთმა დაანახა დასავლეთის ქვეყნებს და ძალიან ბევრ ესე უკნიდან მოაზროვნე ადამიანს, რომ რუსეთი დაჟანგული ტექნიკა აქვს რუსეთს და რუსეთი ვისრას უზამს და ფეხებს მოჭამს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ მას შეუძლია ევროპის კონტინენტზე თითქმის ნებისმიერ ქვეყანაზე მიიტანოს იერიში, თუმცა როდესაც უკვე ბელორუსიაში არის განთავსებული არიშნიკი, რომ თვითონ დარჩეს დაუშლელი და ყველა მიზანმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიაღწიოს მიზანს. ყველა სამიზნეზე იქნას წარმატებულად იერიში განხორციელებული. იმიტომ რომ დღეს თუ ევროპის საუკეთესო რაიმე სარადარო სისტემა არსებობს და თუ რამე მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიური მიღწევა არის თავდაცვით სფეროში, აბსოლუტურად ყველაფერი არის შეტანილი უკრაინის ტერიტორიაზე. აბსოლუტურად ყველაფერი. და აქედან გამომდინარე ხდება ის, რომ ევროპა არის დაუცველი. არიშნიკის ამ გამოყენებას სხვათა შორის მოყვა ძალიან სერიოზული შეფასება ევროპაში. გამოვიდა იტალიის პრემიერი მელონი და განაცხადა, რომ დადგა ის დრო, რომ რუსეთმა და ევროპამ დაიწყოს საუბარი ერთმანეთში, რომ დრო არის უკვე ამდენი ომით ორივე მხარე დაიღალა. საუბარი არის ასევე რა თქმა უნდა გერმანულ, ფრანგულ და ბრიტანულ წყაროებში, რომელიც წყაროებიც ღიად საუბრობს იმას, რომ თუ კი შეერთებული შტატები მიატოვებს ევროპას, მაშინ ნატოს არსი და აზრი საერთოდ დაიკარგება და პარალელურად რა ხორციელდება? პარალელურად ხორციელდება ესეთი რამ, აი შეერთებული შტატების ერთი წუთი კლერი შემოგევლი კითხვები ბოლოსკენ დამისვით. ხო, ესე ხდება, კი, ენერგეტიკულ სისტემაზე არის იერიში მიტანილი. ვიტყვი მაგას. უბრალოდ დააკვირდით შეერთებული შტატების ქმედებას და შეერთებული შტატების რეაქციას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. შეერთებულმა შტატებმა ნახა შესაძლებელი მომენტი, როდესაც ყველაზე მეტი იულად ესე რომ ვთქვათ შესაძლებელი არის თავისი მიზნები განახორციელოს, იმიტომ რომ ევროპა არის თავიდან ბოლომდე რუსული საფრთხის წინაშე და ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი რუსული საფრთხისთვის ეს არის ამერიკული ქოლგა, სარაკეტო ქოლგა და რა მარტო სარაკეტო ქოლგა, ზოგადად მთლიანად ევროპაში განთავსებული ამერიკული ბაზები
და აი ამ დროს ეძებს თავის ესე რომ ვთქვათ თავის თევზს იჭერს ამ დროს მღვრიე წყალში. გულისხმობ აი ამ ამბავს, რომელი ამბავიც ეხება უშუალოდ გრენლანდიის საკითხს, როდესაც ევროკავშირს უბრალოდ და მთელ დასავლეთს უკვე თავის ტკივილად აქვს ატეხილი თუ როგორ უნდა მოიქცნენ მისცენ უფლებაში ერთებულ შტატებს პირდაპირ მნიშვნელობით დაიპყროს გრენლანდია თუ დაუდგნენ გვერდით დანიას და არ მისცენ შეერთებულ შტატებს იმის უფლება რომ დაიპყროს გრენლანდიის ტერიტორია, დემოკრატიული ქვეყნის ტერიტორია მიითვისოს. დილემის წინაშე არის ევროკავშირი, ამიტომ იქნა ესეთი ინფორმაცია იქნა გამოსული. ეს არის თვითონ დანიელებმა გააკეთეს ეს განცხადება, რომ დანიელის სამხედროები გახსნიან ცეცხლს, თუ კი ამერიკა შეეცდება კუნძულის ძალით მიტაცებას და ჯერ ცეცხლს გახსნიან და მერე პასუხს აგებენო. ახლა დანიას არ აქვს ის ძალა და შესაძლებლობები ის ასეთ დაშორებულ გრენლანდიას ამერიკის შეერთებული შტატების აგრესიისგან დაიცვას, მაგრამ თავის გასაკეთებელს რაც ევალებათ სამხედროებს გააკეთებენ. ასეთ შემთხვევაში ევროპელმა პოლიტიკოსებმა კულუარებიდან განაცხადეს შემდეგი რამ, რომ დახუჭავენ თვალს შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის მიტაცებაზე, თუ კი შეერთებული შტატები მისცემს გარანტიებს უკრაინას და მისცემს გარანტიებს ევროპას, რომ უსაფრთხოება ომის მერე იქნას უზრუნველყოფილი. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირი დახუჭავს თვალებს და გრენლანდია იქნება გადაცემული ამერიკისთვის. ახლა დაუკვირდეთ ელემენტარულად აი ამ მოვლენას. მოკავშირეები, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთად უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დღეს დადგა მომენტი, რომ ერთი დემოკრატიული ქვეყანა მეორე დემოკრატიული ქვეყნის ტერიტორიას იტაცებს. და ამას აცხადებს ამბობს, რომ ჩემი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება ეგ ყველაფერი. მე ამერიკის უსაფრთხოება უზრუნველყოფავ რომ გავანხორციელო, ასეთ შემთხვევაშიო მე მჭირდება გრენლანდია. არ ვიცი ახლა ეს რა ლოგიკაში ჯდება აი დემოკრატიული პრინციპებთან მიმართებაში და საზღვრების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა აი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ყველაფერი გასაგებია. გასაგები არის იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა თვლის, რომ ჩრდილოეთის მხრიდან არქტიკის მიმართულებაზე, განსაკუთრებით, სადაც რუსული ჩრდილოეთის ფლოტი გასრიალობს, შეუძლია საფრთხე შეუქმნას მართლაც და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო. მაგრამ თუ კი ეს და შესაძლებელია მოხერხდეს და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს სხვა ქვეყნის უსაფრთხოების ამ შემთხვევაში დანიის ხარჯზე. მაშინ რა გამოდის? გამოდის, რომ რუსეთს სრული უფლება ქონია, აუწიეთ ქალბატონო, იმიტომ რომ ხმა თქვენთან არის მის ალბათ. რუსეთს სრული უფლება ქონია იმისი, რომ თავისი ტერიტორიის და თავისი ქვეყნის უსაფრთხოება განეხორციელებია უკრაინის ხარჯზე, საქართველოს ხარჯზე და თვითონ ებრძვიან თავი დაცულად. გამოდის, რომ მაშინ ამ თეორიას, რასაც რუსები ამდენი ხანი ღიად ამბობდნენ, ქონია არსებობის საშუალება. და მაშინ არ უნდა გაუმტყუნოს არავინ რუსეთს ის, რომ მე ვიცი ამ ლოგიკით, რომ მან მისი ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიული დაპყრობით. რა ვიცი, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება და შევარდნაძიდან მოყოლებული, ახლა შევარდნაძემდეც იყო სპეციალური პროვოკაციული ჯგუფები კონკრეტულად
ჭანტურიას და წერეთელის და ესეთი ვითომეროვნულების ჯგუფით ჯერ კიდე საბჭოთა კავშირში შექმნილი, როდესაც 80-იანი წლების მეორე ნახევარში ეროვნულობდნენ და გამოდიოდნენ და ყვიროდნენ, რომ საქართველოს ტერიტორია უნდა დაეცვა ნატოს და გაეროს ჯარებს. გამოდის, რომ მაშინ რუსეთმა თავისი უსაფრთხოება უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიის დაპყრობით და მართალი ყოფილა. იმიტომ რომ მისი უსაფრთხოება შეენარჩუნებია. გამოდის, რომ უკრაინას როდესაც ანადგურებს გლიჯავს ტერიტორიებად და ყლაპავს, ესეც მართალი ყოფილა. მარუცი ახლა სხვა ლოგიკა ამას არ გააჩნია. თუ რუსეთი არის საერთაშორისო სამართალთან მტყუანი, მაშინ გამოდის ამერიკის შეერთებული შტატებიც არის მტყუანი საერთაშორისო სამართალთან, არავისთვის გასაკვირი ეს არ არის, ახლა რამდენ ქვეყნებში შეიჭრნენ, რამდენი ქვეყნები დაამხეს და აქციეს გაერო საანქციის გარეშე, ამას უკვე ჩამოთვლა ძნელია რომ გაყვედა ადამიანი. ხო და უბრალოდ საქმე იმაში ყოფილა, რომ ჩვენ მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი ვერ აგვირჩევია სწორად თუ არა. ჩვენ რო სწორად სტრატეგიული პარტნიორი აგვერჩია, მაშინ გამოდის ჩვენ ეს უბედურება აუჩნდებოდა თავიდან. ესე არის გეოპოლიტიკური ლოგიკა ამბობს ამას და თუ ჩვენ აწი მაინც ვიფიქრებთ იმას, რომ სტრატეგიულ პარტნიორად გავიხადოთ ქვეყანა ოკეანის გაღმა კი არა, აი რუსეთი. მაშინ გამოდის, რომ ეს ჩვენი პრობლემები მოგვარდება. მე არ ვიცი, აბა, ამას სხვა ლოგიკაში ეს ყველაფერი არ ჯდება. ამიტომ ძალიან მძიმე პერიოდი არის დამდგარი, სოფლიოს ახალი გადანაწილება მიმდინარეობს. ის რაც იყო დაფარული ადრე, დღეს ჩვეულებრივად ღიად გამოდის, საჯაროდ გამოდის ეს ყველაფერი და ამდენჯერმე თავი შევყავით ამ სასაკლაოში და ამერიკული ლოგიკით, პირდაპირ ვამბობ, ამერიკული ლოგიკით საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება სხვა ქვეყნის დაპყრობის ხარჯზე თუ შეიძლება იქნას გამართლებული, გამოდის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მართალი ყოფილა რუსეთი თავის უსაფრთხოებას რომ უზრუნველყოფდა. ხო, მალხაზ არ ვიცი, მე არ კმარა ეს ყველაფერი, არ კმარა სამხედრო ბაზების განთავსება, არ კმარა უსაფრთხოების მიზნით თუ გჭირდება რომ ჩვენი ნაწილი გახდეს. არ ვიცი ახლა რა ლოგიკით შეიძლება ამ ყველაფრის ახსნა. ისევე როგორც არანაირი ლოგიკა არ გააჩნდა იმას, რომ მთელი მსოფლიო იყო წინააღმდეგი, რომ არ შეჭრილიყო ერაყში, მაგრამ მაინც შეიჭრა და სანქცია არ გააჩნდათ. ძირითადი სამყარო წინააღმდეგი იყო და საერთაშორისო სამართალი წინააღმდეგი იყო და იუგოსლავიაში შეიჭრა და განადგურა სერბეთი, წამოწია და მხარი დაუჭირა ალბანელებს. გამოდის მაშინ, რომ ყველაფრის ამრევი და დამრევი ეს ქვეყანა ყოფილა. ჩემთვის ეს არ არის გასაკვირი. დიახ, ჩემთვის ეს არ არის გასაკვირი და მე როდესაც ვლაპარაკობდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი არის ზუსტად ისეთივე და უფრო უარესი კი დეკოლონიზატორი და აგრესორი, როგორც არის რუსეთი, აი ეს თურმე კრემლის პროპაგანდა ყოფილა. მე არ ვიცი ახლა ჩვენი ეს უკნიდან განათლებული ადამიანები როგორ უყურებენ აი ამ საკითხს, ან როგორ შეხედავენ, რომლებიც ამდენი ხანი წმინდა ამერიკას წარმოაჩენდნენ ერისა და ქვეყნის წინაშე დიდი ღირებულებების ქვეყანად, რა ღირებულებები არის ეს, რომ გუშინდელ მოკავშირეს დღეს მიუვარდა და ტერიტორია წაართვა. ფაქტია ის, რომ გუშინდელი მოკავშირე ამერიკა და ევროპის ქვეყნები, რომლებიც ერთად აკეთებდნენ ბიზნესს, ერთად ჰქონდათ უსაფრთხოება და ესე შემდეგ, ეს როდესაც ევროპას გაუჭირდა და რუსული იარაღი ჟღარუნობს აგერ ევროპის კარიბჭესთან, ნახულობს იდეალურ მომენტს და იტაცებს
ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის უძველეს ტერიტორიას, იმიტომ რომ დანიელებს დიდი ხანია მფლობელობაში გააჩნიათ გრენლანდია, დანიის სამეფოში შედის. ამას ლოგიკა ქვია? ამას ქვია ზუსტად ის ლოგიკა, რასაც ამბობდა თავის დროზე კისინჯერი. იყო ამერიკის მტერი საშიშია, მაგრამ იყო ამერიკის მოკავშირე სასიკვდილო საშიში. ასე რომ ეს იქნება. ახლა ვეცდები გავცეთ თქვენს კითხვებს პასუხი, რომელი კითხვებიც იყო დასმული. არ ვიცი, შემოძმაო ახლა კლიჩკოს ამბავს ვერ გაიგებს ადამიანი, მაგრამ ეგენი სულ ყველა კლოუნები არიან და ფაქტი ისაა, რომ უკრაინის ამბავი მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხი არის. ეცები ახლა გავცე პასუხი, რომელი კითხვებიც იყო შემოდიდი ეჭვერის, რომ რეალურად იწყება მესამე მსოფლიო ომის დაწყება, ვის შეუძლია? ძირითადად მესამე მსოფლიო ომის დაწყება შეუძლია იმ დიდ ქვეყნებს, რომელი დიდი ქვეყნების ინტერესებიც შეიძლება გადაიკვეთოს. ახლა შეერთებული შტატები და რუსეთი თუ მოახდენს თავიანთი ინტერესების გადაკვეთას და ჰარმონიზებას, მაშინ არანაირი მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება. იმიტომ რომ ამ დანარჩენ პატარა ქვეყნებს ევროპის კონტინენტზე და ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქვეყნები არიან და თავიანთი უზარმაზარი რესურსები გააჩნიათ, საბოლოო ჯამში მაინც იარაღი წყვეტს ომის ბედს. მათ არ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ ვერც რუსეთს და ვერც შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ მათი ბირთვული იარაღი და მათი სამხედრო პოტენციალი, რასაც ქვია თანამედროვე ომებში, არის ამ ქვეყნებთან შედარებით 98-2-ზე, ასე რომ ვთქვათ რა, მაგათ სასარგებლოდ. რუსეთის მხრიდან რა არის პასუხი? რუსეთი ამბობს, რომ მე უკრაინაში მაქვს ჩემი ინტერესები, რომელი ინტერესებიც მე ომის დაწყების მომენტში გამოვაცხადე. ანუ კონფლიქტის პირველი მიზეზი ეს არის გარკვეული ტერიტორიის რუსეთზე გადაცემა და იქ დაცვა საკუთარ რუსულენოვანი მოქალაქეებს, ესაა ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთი ეს ტერიტორიები, უკრაინის ნეიტრალური სტატუსი და რუსული ენის მთელი უკრაინის ტერიტორიაზე დაცვა. და უზრუნველყოფა მართლმადიდებელი მოსახლეობის მთელი უკრაინის ტერიტორიაზე, ეს არ შეცვლილა. არ ვიცი, შემოძმაო ნამდვილად ახლა რელიგიური კუთხით და მისტიკური კუთხით ამ ყველაფერს ვერ შევხედავ, მაგრამ შემიძლია გითხრათ სამხედრო თვალსაზრისით და სამხედრო ანალიზით, დიახ, რუსეთი ამ ომს იგებს. ყველანაირი ლოგიკით. აბსოლუტურად ყველანაირი ლოგიკით. და არა მარტო ომს იგებს უკრაინაში. გამოდის ამ ომიდან უფრო გაძლიერებული და გამარჯვებული, უფრო მეტი ავტორიტეტით, უფრო მეტი გამოცდილი შეიარაღებული ძალებით, უფრო მოდერნიზებული იარაღით და აუცილებლად ის გამარჯვებული რუსეთი აუცილებლად ახალ პრეტენზიებს წააყენებს და დიდი ალბათობით ეს იქნება ბალტიის პირეთის ამბავი. ლითიუმის საკითხები უკრაინის ტერიტორიაზე ამბობენ, რომ ეს საერთოდ ბლეფი და გაყალბებული არისო და საერთოდ გრენლანდიაში იმდენად ბევრი არის ეგრეთ წოდებული რედკაზემელნია მეტალიო, რასაც ეძახიან, საერთოდ არ დაჭირდებათ უკრაინა. სხვათა შორის ამერიკელებს ჰქონდათ ვარიანტი თავის დროზე, რომ გრენლანდია ყოფილიყო მათი, როგორც ისე ალიასკა შეიძინეს, ისე შეეძინათ, მაგრამ მაშინ თავის დროზე არ ჩათვალეს საჭიროდ ხარჯიანად გამოდიოდა ეს ყველაფერი და განებეს თავი და ეხლა თვლიან, რომ მაშინ სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს და დრო არის ახლა გრენლანდია მათი გახდეს. That's right.
ხო, ახლა რაც შეეხება იმას, რომ განსაცავი რომ ააფეთქა და ესე შემდეგ. ჩემო კარგებო, დღევანდელი თანამედროვე ომების წარმოებაში ლერი ხდება ესეთი რაღაცა. ეს პირველად, ასე რომ ვთქვა, შემოიღეს ჯერ კიდე ამერიკელებმა და დასავლეთმა სერბეთში, როდესაც სწრაფად უნდათ ომის დამთავრება სერბეთში, მათ პირველი იერიშები მიიტანეს ელექტროსადგურებზე. ჰესებზე, გამანაწილებელ პუნქტებზე, რომ ყველაფერს დენი ჭირდებოდა, თუ კი ენერგია გაეთიშებოდათ, ისინი ვერ მოახდენდნენ უზრუნველყოფას ამ ყველაფრის. ანუ ის რაც თავის დროზე ნატომ წარმატებით გამოიყენა და სხვათა შორის ნატოს ჯარებმა, მაშინ რა ქვია, ლიბიაში პირველი რაც დაბომბეს, აქ უკვე დეზე არაა საქმე, კადაფის წყლის რეზერვუარები დაბომბეს. ანუ ეს არანაირ სამხედრო ლოგიკაში არ შედიოდა, მაგრამ ახლა ომის დროს ნაკლებად უკვირდებიან იმას, თუ ფურცელზე რა წერია. რა თქმა უნდა, მძიმედ იქნება და რთულად ექნება უკრაინას საქმე გაზის მომარაგებით. ხო, რა შეეხება ირანს, დღეს მინდოდა მაგ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, მაგრამ ჩემ ახლობელ ადამიანს ვერ დაუკავშირდი ირანში, იმიტომ რომ გართულებული არის მდგომარეობა, დაძაბულობა მომატებული არის, მაგრამ ახლა არავინ არ აპირებს იქ იმ სისულელეებს, რასაც წერენ, ესე მარტივად დანებდეს და ვიღაცას ჩააბაროს ქვეყანა, აიათოლა გაიქცა ესენი, არავინ არსად არ გაქცეულა და არავინ არსად არ გარბის. არის ჩვეულებრივი ხოცვა-ჟლეტვა, რომელი ხოცვა-ჟლეტვაც რეჟიმისთვის ჩვეულებრივი მოვლენა არის, ასე რომ იქ არაფერი არ შეიცვლება და ძალიან ცდება, ვინც ფიქრობს, რომ იქ ადამიანის სიცოცხლეს რაიმე ფასი გააჩნია და ვინმე მისცემს საშუალებას შაჰის იმას, რა ქვია, მემკვიდრეს, რომელსაც ებრაელი ცოლი ყავს და მოსადმა დააქორწინა ამ 1 წლის წინ. მისცეს საშუალება ხელში ჩაიგდოს ირანი. იმიტომ ირანზე დღეს არ მინდა საუბარი, მაინც ბოლომდე დეტალური სანამ არ მექნება. კი ბატონო, ღიად ამბობენ, რომ ეგ იყო პასუხი, მაგრამ არ იყო მარტო პასუხი, სამხედრო პასუხი, ასე რომ ვთქვათ, მაგ ობიექტებთან დაკავშირებით, აქ როგორც გეუბნებით, ეს იყო პოლიტიკური ნიშანი, რომ მას შეუძლია უპრობლემოდ დაბომბოს მთელი ევროპის ტერიტორია. არა, მე არ ვფიქრობ, რომ ირანს დაარტყამს შეერთებული შტატები. ისრაელმა შეიძლება თავი ჩაყოს, მაგრამ შეერთებული შტატები ირანისკენ გაიწიოს, მიუხედავად ტრამპის გაბუქებისა, ნაკლებად საფიქრებელი არის. იმიტომ რომ ჯერ ერთი თუ ეგ მოხდება, ამ შემთხვევაში მაშინ შიდა პროტესტები მართლა მეორე ხარისხოვანი გახდება და გარე აგრესია, რომელიც განხორციელდება ირანზე, საერთოდ ეს ასე ხდება, როდესაც ქვეყნის შიგნით ქაოსი არის და ამ დროს ვიღაცა გარედან ისხმის თავს, აი მოსახლეობა, რომელიც არც იქედაა და არც ხელისუფლების მხარესაა და არც ოპოზიციის მხარეს არაა, პირიქით აერთიანებს ამ ხალხს და ყველას ხდის დამპყრობლის წინააღმდეგ. ეს ჩვენ გავიარეთ, ხო? 2008 წლის ომის დროს, როდესაც სააკაშვილის და ნაციონალების რეჟიმის წინააღმდეგ იყო აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, ომი რომ მოხდა, არავის არ ახსოვდა სააკაშვილი და არავის არ ახსოვდა ხელისუფლება ოპოზიცია. დამპყრობელი იყო ერთი რუსეთი, ბომბავდა რუსეთი, იპყრობდა ტერიტორიას რუსეთი და გინდა არ გინდა არ იყო ახლა მაგის დრო. ეს არის ადამიანური ფაქტორი, ჩვეულებრივად ადამიანური ფაქტორი, რომელიც ადამიანური ფაქტორით ირანშიც განსაკუთრებით ჩაირთვება. ამიტომ არ ამგონია, რომ ამ ეფექტმა იმუშაოს. გაბრიელ ქურასბედიანი მეკითხება, ახლა ამერიკის ფინანსური სექტორი, გაბრიელ, მთელს მარტო ევრაზიის კონტინენტს კი არა, მთელ მსოფლიოს მოიცავს ეს ყველაფერი და ბუნებრივია, თუ კი ფინანსური კრიზისი დაიწყება შეერთებულ შტატებში, ყველას შეეხება, მეტად ეს გლობალური ეკონომიკის პირობებში, მაგრამ
აქ არის გასათვალისწინებელი მეორე რამეც. გასათვალისწინებელი არის ის, რომ თვითონ შეერთებული შტატები ძალიან ბევრ კონფლიქტებს და ძალიან ბევრ არეულობას ზუსტად აფინანსებს და იწვევს იმის გამო, რომ თავისი ვალუტის სიმყარე იქნას შენარჩუნებული. საერთოდ დადგენილი არის უკვე დიდი ხნის წინ, რომ სხვა ქვეყნებში თუ არის ომი და სხვა კონტინენტზე თუ არის ომი, ეს ამერიკის ბიუჯეტს ამდიდრებს ძალიან. ამიტომ ეს კონფლიქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხარდაჭერილი არის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების მხრიდან, იმიტომ რომ ხდება ამ ომის დროს უამრავი მაქინაცია, იარაღის გაყიდვა, ბევრი პროექტების შეჩერება და აქედან გამომდინარე აღნიშნული არსებული სტაბილური ბალანსის შექმნა დოლარისთვის, რომლის გამყარებისთვისაც და ვალებში მარტო ამერიკის შეერთებული შტატები $1 ტრილიონ იხდის ყოველწლიურად. და თუ ასე სიტყვაზე გაგრძელდა და შემდეგ მეორე წელიწად შეიძლება 2 ტრილიონმა მოუწიოს, 3 ტრილიონმა მოუწიოს და რესურსები ბევრი აქვს შეერთებულ შტატებს, მაგრამ აღმოწურვადია აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი. ხო, ახლა ჩვენ რაც შეეხება ჩვენ ამბავს, რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკის არარსებობის პირობებში საერთოდ ჩვენზე არც მინდა საუბარი, ჩვენ ეკონომიკას საერთოდ არ გაგვაჩნია. ეს არის რაღაცა კარტერული შეთანხმებებით და რაღაცა დანაშაულებრივი სინდიკატით მართული რაღაცა ტერიტორიული ერთეული. კაცო, ბიუჯეტი ისედაც სამხედრო ბიუჯეტი გაზარდა, ხო? ასე რატო გაზარდა? იმიტომ გაზარდა, რომ ჭირდება სამხედრო ძლიერება იმ მომავალი გამოწვევებისას, რა მომავალი გამოწვევებიც იგეგმება. მაგრამ ბიუჯეტის, სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით დოლარს დააკლდება რამე პირიქით. იმ შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააკეთოს ისეთი საქმე, რომელიც ამერიკის ეკონომიკას წაადგება. შეიარაღებული ძალების დამსახურება იყო ერაყის როგორც ქვეყნის და ნავთობმწარმოებელი ქვეყნის პოტენციალის განადგურება. შეიარაღებული ძალები თუ განადგურებენ ირანის ნავთობის პოტენციალს, ეს იქნება შეერთებული შტატებისთვის კარგი. შეიარაღებული ძალების დამსახურება იყო ვენესუელაში ჩატარებული ოპერაცია. შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაიპყროს ტერიტორია, რომელი ტერიტორიაც არის დანიის კუთვნილება. რა თქმა უნდა, შეიარაღებული ძალები ეს არის ჩვეულებრივი ძარცვის და ჩვეულებრივი დოვლათის შექმნის ინსტრუმენტი ამერიკისთვის. არა ბიჭო, ახლა ვინმე თავს იკლავს საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით და ბანგლადეში დემოკრატიასთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ხო სისულელია. მოატყუეს თუ არა რუსეთის სრგოს დაშლის შემდეგ აიცი პასუხი და ასე შემდეგ თურქეთში დადებული მშვიდობის ხელშეკრულების ხო არ ვიცი თურქეთში შენ ალბათ ოთარ სტამბოლის ხელშეკრულებას გულისხმობ, ხო? ის რომ ეხლა რაშია საქმე, იცი რუსეთს ასე მარტივად ვერ მოატყუებ. რუსეთის მოტყუება არა მარტივი საქმე და ვერავინ ვერ მოატყუებს ესე მარტივად იმ იმპერიის დიპლომატებს, რომელიმე იმპერიის დიპლომატებმაც მოხარშულად იციან ყველაფერი რაც ხდებოდა. ის რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირდებოდნენ გორბაჩოვს, რომ ერთი დიუმითაც არ გაიწევდნენ იმისკენ აღმოსავლეთისკენ, ძალიან კარგად იცოდა გორბაჩოვმა, შევარდნაძემ და სხვებმაც, რომ თუ ამის ფიქსაცია არ გაკეთდებოდა დოკუმენტში დასავლეთთან, რაც არ იქნებოდა ჩაწერილი დოკუმენტში, ადრე თუ გვიან იმის რეალიზება მოხდებოდა. ეს ჩვენი დონის ადამიანებმა იციან ეს ყველაფერი და გამორიცხულია, რომ დიპლომატებს ეს არ ესმოდა, ძალიან კარგად ესმოდა. მათ უბრალოდ მისცეს საშუალება იმის, რომ მოტყუებულად ჩაითვალათ რუსეთი, იმიტომ რომ იყვნენ მოღალატეები სათავეში, რომლებსაც ფეხებზე ეკიდათ რუსეთი, საქართველოს, მათ აინტერესებდათ
ახალი ოლიგარქიული კლანების შექმნა და ისეთი კაპიტალისტური რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც კაპიტალისტური რეჟიმი ჩამოყალიბდა შემდეგ რუსეთში და საქართველოში და ეს საბჭოთა კავშირის ეს ქონებები უნდა ეძარცვათ ერთობლივად. ხო და ამას მოტყუებას მე ვერ დავარქმევ, ეს იყო ღალატი თვითონ. და ახლა იძახიან, რომ ჩვენ მოგვატყუეს. არა, რუსეთი ისეთი ისა რა ქვია, გულუბრიყვილო პატარა გამოუცდელი ქვეყანა ვინმე მოატყუოს. ძალიან კარგად იცოდნენ რაც იქნებოდა და რაც მოხდებოდა დროთა განმავლობაში. ხო, ახლა ეს უბრალოდ მასალა არის საკუთარ მოსახლეობასთან და ზოგადად პოლიტიკურ არენაზე, მათ რა ქვია. მათ უბრალოდ უთხრეს ესეთი რაღაცა, რომ თქვენ მოკავშირეებად გთვლიდით ცივი ომის შემდეგ და ხარდაჭერას ველოდებოდით თქვენგან ჩვენ ეს ვერ მივიდეთ, პირიქით უფრო მეტი და პირიქით უფრო უკვე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონფლიქტების ხელშეწყობა, თვითონ ჩეჩენში სეპარატიზმის მხარდაჭერა და ესეთი რაღაცეები, ამიტომ მათ მიცეს საშუალება, რომ დასავლეთს ეკეთებია ის, რასაც აკეთებდა. რომ შემდეგ აი ესე დალაპარაკებოდნენ და თუ თქვენ არ გინდათ ჩვენთან ამდენი საუკუნეა რუსეთი და ევროპა იბრძვის ერთმანეთთან. აი რამდენი საუკუნეა. მას შემდეგ რაც აი პეტრე პირველის შემდეგ განსაკუთრებით, როდესაც ივან გროზნის და პეტრე პირველის შემდეგ, როდესაც უკვე რუსეთი ჩამოყალიბდა როგორც იმპერია. მას შემდეგ დასავლეთს და რუსეთს შორის არის ყოველთვის გამიშვი-გაგიშვა. მანამდე არსებობდა ტევტონთა ორდენები, არსებობდა რეჩპოსპოლიტა, ლიტვის დიდი უნია, რომელიც უშუალოდ უმეზობლდებოდა რუსეთს და ებრძოდნენ. და დაპყრობილი წყავდათ ერთი პერიოდი და ლიტვა და პოლონეთი მეფეებს უნიშნავდა რუსეთს. მაგრამ მერე დროთა განმავლობაში რუსეთი როგორც ნამდვილი იმპერიად იქცა და ძლიერ ძალად იქცა, მოყოლებული მერე გაანადგურა ის რეჩპოსპოლიტაც, გაანადგურა ის შვედური ძლიერებაც, გაანადგურა ლიტვის დიდი უნიაც, ის ტევტონთა ორდენები, საერთოდ აღმოსავლეთ პრუსია საერთოდ გაქრა რუსეთთან დაპირისპირების გამო. რასაც იბარებდა თავის დროზე გერმანიის გერმანული მიწების გამაერთიანებელი ოტო ფონ ბისმარკი ამბობდა, რაც გინდათ გააკეთეთ გერმანელებო. ოღონდ აი აღმოსავლეთისკენ, აი რუსეთთან ძალიან იბარებთ, რომ რაიმე სამხედრო მარშით არ წახვიდეთ. იმიტომ ეს დამთავრდება გერმანიისთვის დამღუპელთ. არც პირველ მსოფლიო ომში და არც მეორე მსოფლიო ომში გერმანელებმა ეს არ გაითვალისწინეს. შედეგი მოხდა რა? შედეგი მოხდა ის, რომ აღმოსავლეთ პრუსია საერთოდ აღარ არსებობს, ძირძველი გერმანული ტერიტორია, კენიგსბერგი რუსეთის ტერიტორიად იქცა, რაც დაარჩენების ზოგი პოლონეთის მიუერთეს, ზოგი ლიტვას მიუერთეს, ასე შემდეგ და აღმოსავლეთით გერმანია შემცირდა. დასავლეთ გერმანიას და აღმოსავლეთ გერმანიას შორის სერიოზული პრობლემები, როდესაც მიმდინარეობს და საუბარი მიდის გერმანელებს შორის, იქ ასეთი საკითხი ისმება. აღმოსავლეთ გერმანელები ეუბნებიან, რომ მეორე მსოფლიო ომის რეპარაციები მოხდა აღმოსავლეთ გერმანიის ხარჯზე. პრუსიის ხარჯზე მოხდა ჩვენი მიწების ხარჯზე და იქიდან გერმანული ტომების გამოსახლების, რაც დასავლეთ გერმანიას არ განუცდია. ხო და აი ესეთი წარსული გააჩნია ამ ყველაფერს. დღემდე მოდიან და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ესა იმპერიათა ჭიდილი. ნუ არაფერს ვამბობ იმ ბრიტანულ დიდ საჭადრაკო დაფაზე და ასე შემდეგ. ხო და თუ მაშინ დაკარგეს ის ტერიტორიები, თვითონ რომ დაიბრუნებდნენ და ახლა იბრუნებენ. გაიხარეთ. და კაცო, ამ კიდე ერთხელ მინდა რა, აი ცხონებული ზვიადგამსახურდია სიტყვები გავიხსენო. არ შეიძლება იმპერიების მხარეზე ყოფნა და არ შეიძლება გარიგებების მხარეზე ყოფნა. რუსეთს და შეერთებულ შტატებს მტრობის გარდა მეგობრობის და თანამშრომლობის უდიდესი ისტორია გააჩნიათ. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საერთოდ თვითონ გადარჩენა და დამოუკიდებლობაში
რუსულ ფლოტს აქვს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ნათამაშები. იმიტომ რომ ინგლისის წინააღმდეგ კოლონია იბრძოდა და დაუჭირეს მხარი. გადამწყვეტი მომენტში შევიდა რუსული ესკადრა იქ. ისევე როგორც ესპანურ ფრანგული არმიო ვეტერანების დახმარება ჩავიდა ვაშინგტონთან. ისევე იყო რუსეთის ისტორიაშიც. 1853-56 წლებში, როდესაც ყირიმის გულისთვის რუსეთი ომობდა ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, სარდინიასთან, თურქეთთან. ერთადერთი ქვეყანა, ვინც იყო მხარი, ვინც დაუჭირა, ეს იყო შეერთებული შტატები. საერთოდ ასე ახასიათებ დიდ ქვეყნებს გარიგება. ხან ტრობენ, ხან მეგობრობენ. საბოლოო ჯამში ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ და პატარა ქვეყნები ყოველთვის ხდება მოეტნევა ამ ყველაფერში. თავის დროზე სომხეთი მოეტნა. სომხების გენოციდი თუ ვინმეს აინტერესებს, სომხების გენოციდი ინგლისის და ამერიკელების კისერზე უფრო არის. იმიტომ რომ ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი, რომელიც ნობელიანტი არის, პირდებოდა სომხეთს, რომ უზარმაზარ დიდ არმენიას შეუქმნიდა და ზღვიდან ზღვამდე გასასვლელი ექნებოდა სხვადასხვა შავი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის ჩათვლით და ეს დაიჯერეს სომხები. მერე კიდე რაც მოხდა, ის მოხდა. ასე გაეტანია ცუდად თავის დროზე პოლონეთი. ასე გაყო თავი საქართველომაც 2008 წელს განსაკუთრებით. ასე გაყო ახლა თავი უკრაინამაც. გაიხარე გიორგი, მადლობა. მადლობა გიორგი, გაიხარე. რა ვიცი, ვცდილობ რეალური პოლიტიკით შევხედოთ ამ ყველაფერს და რეალური პოლიტიკით საქმე ისაა, რომ რეალურ პოლიტიკაში რასაც ვხედავ, მე ვხედავ იმას, რომ არსებული წესრიგის რღვევა ისევე როგორც შექმნა თავის შემქმნელი, ვინც არის ძირითადად ყოველთვის ის ახდენს შექმნილი წესრიგის დარღვევას. ამერიკელები, რომლებიც და დასავლეთი, რომლებიც ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები იყვნენ ჰელსინკის ჯგუფის და ჰელსინკის ხელშეკრულების, რომელიც ხელშეკრულებას ითვალისწინებდა საზღვრების ურყეველობას და გარანტიას. აღმოჩნდა ისე, რომ ვინ შექმნა ეს ყველაფერი, კოსოვოს პრეცედენტიდან გამომდინარე თვითონ აღმოჩნდნენ პირველი დამანგრევლები. მეორე წესრიგი, რომელიც ამერიკელები იყვნენ ძირითადად ინიციატორები მარშლის გეგმის თანახმად, დასავლეთის ბანაკის, ამ დასავლეთის ბანაკზე შექმნილი უსაფრთხოების ქოლგის, ახლა ჩანს, რომ ისინი ახდენენ დანგრევას. აბა ახლა საქართველოს ვერ დაანგრევს ამ წესრიგს. და დღესდღეობითაც ზუსტად ეს წესრიგი ირღვევა. ამ დროს შეიძლება ძალიან ცუდად გაყოს ვიღაცამ თავი. ზოგიერთი ქვეყნები მწარეთის ჯებიან ამის გამო. მათ შორის აი უნგრეთი. უნგრეთი ძალიან დასჯილი ერია, უნგრელები და უნგრეთი. უნგრეთმა თავისი ტერიტორიების 2/3 დაკარგა. პირველი მსოფლიო ომის მერე. მეორე მსოფლიო ომშიც კიდე არაფერი მომატებიათ, მიუხედავად იმისა, რომ თავი გაყვეს იქ. ხო და აი ესეთი რაღაცები საერთოდ ხდება. ოსმალეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში თავი გაყო ცუდად. თავიდან არ მონაწილეობდა. მერე გაყო თავი ცუდად. და დაუჯდა საერთოდ თურქეთს ლამის გადაყვა ამ ყველაფერს. ისტორია ზოგადად ასეთია. და როდესაც ასე პატარა ქვეყანა ხარ და ნაკლები ძალა გაქვს და ნაკლები მოვლენის
გავლენა შეგიძლია მოვლენებზე რომ მოახდინო, შენი პოზიცია თავის დროზე უნდა ჩამოაყალიბო და შენი ერისთვის და შენი ქვეყნისთვის რა იქნება კარგი, ისე უნდა იმოქმედო. ჩვენი ერისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი და კარგი იქნებოდა ის, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩენილიყო ეროვნულ სოციალისტურ გზებზე, როგორიც იყო ეროვნული ხელისუფლების მოთხოვნა, ყოველგვარი ნატო კვატოს და ყოველგვარი შიგ ევროპის გარეშე და გვევლო იმ გზაზე და გაეტანა ხალხს მოსახლეობას რამენაირად გადაეგორებია ეს უჩის და უბედურებების პერიოდი, არ მოხდა ეს ყველაფერი, დაამხეს ეს ყველაფერი, მოიყვანეს შიგ დასავლეთის და შიგ ამერიკის უტკბილესი და უძვირფასესი პროექტი საქართველოსთვის მოდერნიზირებული ესა რა ქვია შევარდნაზე, რომლის დროსაც შიგ უკნიდან ევროპაში ავიღეთ ისა რა ქვია გეზი, რომელიც ჩვენი გეოგრაფიისთვის მიუღებელი იყო და სისულელე იყო იმ ზღაპრების მოსმენა, რასაც აჯერებდნენ მაშინ ხალხს, რომ თურმე გერმანული მარკა შემოდის და შევარდნაძის ხათრის გამო ჩვენ ნატოში მიგვიღებენ. გერმანიამ თურმე იმიტომ უნდა დაგვეხმაროს, რომ გერმანიის გაერთიანებაში შევარდნაძეს აქვს დიდი წვლილი მიღებული და ის აუცილებლად დაეხმარება საქართველოს. და ეს ბოდუები, ზღაპრები და დააჯერეს ქვეყანას, აღებიეს კურსი სადღაც კისრის ტეხვაში, რამაც გამოიწვია როგორც სახელმწიფოებრივი ნგრევა, ასევე ეკონომიკური ნგრევა, ასევე საზოგადოების გადაფორმატების მცდელობა და დეგრადირება ეროვნული ცნობიერების და საერთოდ ქართველი კაცის ცხოვრების წესის შესვლა და ყველაფერი უბედურება და ლოზუნგი ის ევროპა, ნატო და კვატო და ეხლა იმედია ძალიან მალე აღარ იარსებებს აღარც ევროკავშირი და აღარც შიგ ნატო და დავისვენებთ ხემაინც რომ აღარ იქნება ესა რა ქვია საძახებელი რომ საქართველოს მალე გახდება ნატოს წევრი და შევალთ ნატოში და შიგ ევროკავშირში. იმედია ძალიან მალე იქნება ეს ყველაფერი. და იმედია მე დასვამს ეს ტვინგამორეცხილი ხალხი ამ კითხვას ჩვენ სადაც მივდიოდით, ისინი აღარ არსებობენ და ახლა წავიდეთ ფორეზე წავიდეთ თუ მარსზე წავიდეთ. და ის ვინც მტრობდა და ვისაც მტრობდი შენი მეზობელი იყო და შენი მეზობელი იქნება. და ადრე თუ გვიან თუ გინდა თავის გადარჩენა მოგიწევს იმასთან ურთიერთობების დალაგება. თუ ვერ დაალაგებ, შენ იმ ქვეყანას ვერ გაანადგურებ და შენ ერთს და შენ ქვეყანას გაანადგურებ. ქონდა ვაკო ირანზე საუბარი ძალიან მოკლედ და მოიტყვით იმას, რომ არაფერი ახალი არ მიმდინარეობს ირანში. ირანში მიმდინარეობს კონტრრევოლუცია ამდენი წლის შემდეგ. შაჰის დაბრუნება უნდა დემოკრატიის სახელით. ეს პროცესი ან გამოუვათ, ან არ გამოუვათ და დიდი ალბათობით არ გამოუვათ. ირანი არაა ის ქვეყანა, ვისაც სანქციებით შეაშინებენ, ან იმით რა ქვია, შიგ ევროპული ღირებულებების დაკარგვით და მომავლის დაკარგვით. ყოველდღე ხდება იქ ისრაელის სასარგებლო აგენტების დახრჩობა. იმ ბოდვას, რასაც ხატავენ, რომ ირანში ასია და ისეა, არ იქნება იქ. მე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ინსტიტუტები ყავს ირანს, ძალიან კარგად არიან მომზადებული შიდა და გარე პრობლემებისთვის და ამ არეულობას, რომელსაც ძირითადად იწვევს ისრაელის სპეცსამსახურები და დასავლეთი ქვეყანაში, აცემენ პასუხს. ისე როგორც გასაცემი. თავიანთი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. შახით უნდა დემოკრატია, იმიტომ რომ იმ შახის ცოლი ერთ-ერთი მთავარი ურია. დიდი ქორწილიც ჰქონდათ, კაიპური ჭამენ და როგორც კი შახი გახდება, ირანში შახი დაჯდება, მის მერე უკვე ირანს და ისრაელს შორის აღდგება სიამტკბილობა და ისეთი თბილი-ტკბილი ურთიერთობები შენ შემოგევლო, რომელიც აქამდე არ ყოფილა. გაიხარე ემიგრანტ მადლობა. ხო და მაგას ვამბობდით, ზუსტად თუ კი დაარტყამს გარემტერი თუ ჩაერევა, ეს უფრო გააძლიერებს ირანულ საზოგადოებას და ირანელ ხალხს.
არ არის ირანი ის ქვეყანა ერთი ხელი წამოარტყან, მერე და მეორე ეს ქვეყანა არის რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორი ჩრდილოეთის სამხრეთის მიმართულებაზე და როგორც კი რას მელაპარაკები თუ ჩემი ძმა ხარ, ეგეთი მიზეზები იცი რამდენია? აი უბრალოდ YouTube-ში ადექი ჩაწერე და რამდენი ქალი დადის უჰიჯაბოთ, სახე მოხსნილი, მოკლე კაბით თუ არა შარვლითაც და ჩვეულებრივი ცხოვრებაა ის კი არა, ირანელი ქალები ერთ-ერთი ყველაზე მეტი გამომწვევი ქალები არიან იქ. ეს აი ამ საზოგადოებისთვის არის ასე, რომ რაღაცა უნდა შექმნან. დიახ ბატონო ვაჟა, დიახ, სამწუხაროდ აი ეგრე იყო, ხონა. ეს ჩვეულებრივად პროპაგანდისთვის ჭირდებათ. როდესაც მაგალითად ერაყს ესხმოდნენ თავს, იქ აჩვენეს ესეთი ვიდეო შეერთებულ შტატებში, რომ ერაყელი ჯარისკაცები როგორ კლავდნენ ესა რა ქვია, ძაღლის ლეკვს. და ეს აჩვენეს მთელს იმას რა ქვია, ამერიკის მოსახლეობას, რომ როგორი ცხოველი კაცი-ჭამიები არიან ერაყელები, როგორ კლავენ ძაღლის ლეკვს და იქაური ძაღლ და კატამადიდებლები რო ყიოდნენ და წიოდნენ. ესენი ხო ცხოველები არიან, ესენი უნდა გაანადგურონ, ესენი ყველა უნდა ამოწყვიტონ. ესეთ რაღაცებს ქმნიან სპეციალურად. რა ჰიჯაბი, რის ჰიჯაბი ყირაზე გადადის ხალხი ირანში, რა ქვია, ირანში და ტეირანში განსაკუთრებით და ისპაჰანში. სმითაც კარგად სვამენ და გულაობითაც კარგად გულაობენ და არც ჰიჯაბის გულისთვის არავინ არ კლავთ კაცო. ზღაპარია იქ ყველაფერი. გაიხარეთ ჩემო კარგებო, გაიხარეთ. რა ვიცი, აი ეს მდგომარეობა არის რეალურად. არეშნიკის გამოყენება ეს აჩვენებს რუსული იარაღის უპირატესობას, რომელიც ნებისმიერ ქალაქს, ნებისმიერ ევროპის ტერიტორიაზე განსაკუთრებით დაუსჯელად დაბომბავს. და იმ არეშნიკს ჩვეულებრივი შეიარაღების კობინები აქვს თავში, მაგრამ აბსოლუტურად ყველას აღჭურვა შეიძლება ბირთვული ჭურვებით. აი ესეთ შემთხვევაში კიდე ძალიან ცუდად წავა ნებისმიერი ქვეყნის საქმე, ვინც რუსეთს დაუპირისპირდება და ეს იყო პოლიტიკური სიგნალი და ბევრმა გაიგო თავის, ისე როგორც უნდა გაიგოთ და რა ვიცი, ნახოთ. მე ვფიქრობ, რომ ალბათ იდეალური მომენტი დღევანდელი რეალობისთვის იქნება ასე, რომ აიყოფენ ამ ტერიტორიებს უკრაინაში თავის წილს წაიღებს რუსეთი და იქ შეერთებული შტატები თავისთვის გრენლანდიას მიემართებს და ამის შემდეგ სხვა ახალ რაღაცაზე დაიწყებენ ლაპარაკს. 1000 თეორიები ისმის, იცით? აიო, ტრამპის შვილმაო, იქორწინოსო, დანიის იმაზეო, პრინცესაზეო, შუა საუკუნეებში რო იყო, ძველ დროში რო იყო ასე და გადავცეთო ესო, რა ქვიაო, გრენლანდიაო, შეერთებულ შტატებსო, ეკონომიკური მართლობისთვისო, მაგრამ არასაკუთრებაშიო და პრობლემას მოგვარებული იქნება. აი ესეთ თეორიებია. არ უნდათ მათ ეს რომ უნდათ ამას შეთავაზებდნენ. მათ უნდათ თავის ნაწილად აქციო. და თითოეულ მოქალაქეს გრენლანდიისას 100,000 დოლარს პირდებიან, თუ კი ისინი მოითხოვენ შესვლას ჩვეულებრივი მოსყიდვა მიდის. როგორც არჩევნოთ, ნაცკოცი ხდება, ხახვით და კარტოფილით აქ და იქ 100,000 დოლარი. თუ კი გამოაცხადებენ, რომ გრენლანდიას უნდა იქ შესვლა. აი ამ რეალობაში არის სამყარო და აი ეს პოზიციები არის. სტალინის ნაირი ადამიანი სადმოა ჩემო. ჩექმაში და კიდელში ცხოვრობს და იქ რა ქვია, ფულს არ თვითონ არ მოიპარავს, სხვას არ მოაპარიებს და თავის შვილებს გაგზავნის ფრონტის ხაზზე და ქვეყანას სახელმწიფოს ააშენებს ისეც, რომლის მთავარი ღირებულება იდეოლოგია იქნება და არა ფული და ამ ყველაფერს გადააფორმატებს და შეცვლის. ეგეთი ადამიანები იბადებიან, რა ვიცი.
საუკუნეში თუ არა 10 საუკუნეში ერთხელ და კაცობრიობაში სტალინი არის კაცობრიობაში დაბადებული, ვინც ამდენი რაღაცა შეძლო ამხელა მასშტაბით და ისიც ისეთი კავის და იმის რა ქვია, გაძარცული და დაგრეული ქვეყნიდან არ იქნება იგეთი. ტრამპა მეფე ვარ, კი, მეფე ვარ. არ ვიცი, ბირგვინსაც დაადგამენ, ან კვერთხს მიცემენ ხელში. კარგი, ჩემო კარგიო, მადლობა ყველას ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით, მადლობა ყველას მოლოცვისთვის. თქვენც ასევე მრავალშობა ახალწელს დაესწარით და ფაქტია, რომ ეს წელიწადი არ იქნება არანაირად 7 წელიწადი, 2026 წელი იქნება სერიოზული პრობლემების წელი. მადლობთ.